კულტურის სამინისტრო რეჟისორ ლევან ანჯაფარიძეს პასუხობს უწყებაში დღეს სპეციალურ ბრიფინგს კინოცენტრის თანამშრომლები და იმ კონკურსის ჟიურის წევრები ესწრებოდნენ, რომლის გადაწყვეტილებასაც ლევან ანჯაფარიძე 2013 წლიდან აპროტესტებს. გარკვეული პრეტენზიები, რაც არსებობდა კინოცენტრის მიმართ, კულტურის სამინისტროს მიმართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევისწავლეთ, ეხლა უკვე სწავლობს სხვა კომპეტენციის უწყებები და სანამ რაღაც კონკრეტული დასკვნა იქნება, მე მგონი რომ ძალიან არასწორი და ალოგიკური არის მაგალითად ჩემზე დაბრალება იმის რომ მე ხელს ვაფარებ ვინმეს. მეამაყება ის ცილის წამება, რაც გაისმის ჩემი მიმართულებით ლევან ანჯაფარიძისგან. მე ნამდვილად მეამაყება რომ ვარ როგორც ის ამბობს ლობისტი, ისეთი ნიჭიერი, უპატიოსნესი ადამიანის და უნიჭიერესი ადამიანის, როგორც გახლავთ ნანა ჯანელიძე, რომელიც ამჟამად არის კინოცენტრის ხელმძღვანელი. თავი და თავი ამ ამბის რა არის, რომ იყო კონკურსი შექმნილი, კონკურსი, ანუ ის რაც გულისხმობს თავისთავად, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ვიღაც დამარცხდება. აი იმავე დროს იმ კონკურსში ჩემმა სცენარმა ვერ გაიმარჯვა სხვა კონკურსში. თუმცა მე თვითონ მგონია, რომ ძალიან კარგი სცენარი იყო.